მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის 27 ტურში გიორგი მიქაუტაძეს ლიონის სტრასბურგს დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდის სტუმრის რანგში იყო და ერთ-ერთ კონკურენტთან 2-4 დამარცხდა. მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ანგარიშის გახსნაც შეეძლო. მე-10 წუთზე გიორგი ლამაზი გოლის გატანასთან იყო ახლოს, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხარს მოხვდა. 33 წუთზე მიქაუტაძემ ბრწყინვალედი მოქმედა და მის თანაგუნდელს ოდნავ უკეთ რომ დაერტყა, საგოლე გადაცემას მიიწვიდა. 99 წუთზე სამუელმა სტრასბურგის 3 ბურთით დააწინაურა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მიქაუტაძემ დააფიქსირა. ქართველმა თავდასხმებმა პენალტი გამოიყენა, რომელიც ნიკოლას ტალიფიკომ მოიპოვა. გიორგის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრაში ამდენივე შეაგდო. სტრასბურგის მატჩის შემდგომ ლიონის თავდასხმებმა ძანის მოკლე ინტერვიუ მისცა. მიქაუტაძეს თქმის დასრულებული არაფერია და მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასაკუთრება კვლავინდებურად შეუძლია. რთული შეხვედრა იყო. კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა და გოლი გვჭირდებოდა. სტრასბურგი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა. დასრულებული არაფერია. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვაქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 7 შეხვედრა დარჩა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ხვდები, რომ ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ და არ ვაპირებთ რამენაირად თავი დავზოგო გუნდისთვის სასურველი შედეგის მოტანისთვის. ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს და არ არსებობს გამარჯვება მარცხის გარეშე. ფანებს მოთმინებას ვთხოვ, ჩვენ მათ იმედებს არ გავუცრუებთ. სლოვიშტის სტრასბურგთან წაგების შემდგომ ლიონს 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. მიქაუტაძეს გუნდი ლიგა 1-ში მომდევნო შეხვედრას ლილის წინააღმდეგ გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენის სენტ-ეტიენს ესტუმრა და მარტივად 6-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და თავი ზურიკო დავითაშვილის დიდებული საგოლე პასით სტასინმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს გონსალო რამუშმა პენალტის ნიშნულიდან წორასწორობა აღადგინა. 50 წუთზე ხვიჩამ ეფექტური გოლით PSG დააწინაურა. სტუმართა მხრიდან მესამე გოლი დუეს ანგარიშია. სლოვიშტის 73 წუთზე ზურიკო დავითაშვილი გაიყვანეს, ხოლო ზუსტად 1 წუთის შემდეგ მოედანი კვარამ დატოვა. ლუის ენრიკეს გუნდიდან მე-4 გოლი ნევეშმა გაიტანა, ხოლო მე-5 კვლავ დუემ. საბოლოო წერტილი 90 წუთზე ბაიემ დასვა. მატჩის დასრულების შემდეგ გავლენიანმა გამოცემა სოფასკორმა ქართველი ფეხბურთელებით შეაფასა, საიდანაც ზურიკომ 6.9 შეფასება, ხვიჩამ კი 7.5 შეფასება მიიღო. მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ლუის ენრიკემ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს. ლუის ენრიკე: უპირველესად სენტ-ეტიენს მინდა მიულოცო. მათ საწყის ნახევარსაათში ძალიან კარგად ითამაშეს, ჩვენზე უკეთესად. ამ სეზონში ასეთი ზეწოლის ჩვენს ჯერ არ ყოფილვართ, როგორც სენტ-ეტიენთან მატჩის დაწყების ნახევარსაათში. სეზონის დასრულებამდე 2 შორჩება. არ შეიძლება მატჩები ასე დავიწყოთ. ყოველთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. არ მინდა რომ ნისასა და მონაკოს მატჩი ფრედ დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონები ახლავე გავხდებით. მე კი მსურს ჩემპიონობა შემდეგ ტურში. პარკ დე პრენსზე კომაგებთან ერთად ვიზენიმოთ. ამ მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მომწონს ასეთი კომაკობა. ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგება. ჩვენი მიზანია ყოველთვის კონკურენტუნარიანი ვიყოთ. ზურიკო: საკმაოდ გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ძალიან მძიმე მარცხი ვიგემეთ. პირველ 30 წუთში მეტოქეზე ბევრად უკეთესები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მოვტუნდით და ამისთვის დავისაჯეთ. PSG-ს მინდა გამარჯვება მიულოცო. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი მეორე გოლი იყო, რომელიც ხვიჩას შესანიშნავ მოქმედებას მოყვა. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩვენი გუნდის არსებული მდგომარეობა არ მაძლევს ამაზე ფიქრის საშუალებას. სეზონის ბოლომდე არც ისე ბევრია დარჩენილი, ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ჩემი ასისტი? ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. მე გუნდის წევრი ვარ. შესაბამისად ერთობლივი შედეგი ჩემთვის ყველაფერზე წინ დგას. შეხვედრის შემდეგ ფრანგულმა გამოცემა ფუტომერკადო სენტ-ეტიენისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩს ეხმიანება. გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7 ქულით, ზურიკო დავითაშვილის თამაში კი 4 ქულით შეაფასა. ფუტომერკადო კვარაზე. თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა, რის გამოც ლუის ენრიკემ მას ფლანგი შეუცვალა და მან მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო. კვარამ გოლის საკუთარი ძალებით შექმნა.
ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო. ჩამოიცილა მცველი და მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში დაარტყა. ჰქონდა ლამაზი მოძრაობები და ქმნიდა განსხვავებებს. მცირე დაზიანების გამო ენრიკემ 64 წუთზე შეცვალა. ფუტო მერკადო ზურიკოზე. მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა. მატჩის დასაწყისში სტაინს კარგი პასი გაუკეთა, რის შემდეგაც ანგარიში გაიხსნა. ეხმარებოდა სენტ-ეტიენის მცველ ლეო პეტროს პარიზელთა შემტევებთან გამკლავებაში. მეორე ტაიმი ზურიკოსის რთული გამოდგა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პარიზელები უკეთ ათამაშდნენ. 73 წუთზე მოედანზე ადგილი ბენჟამინ ოლტოს დაუთმო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი სენტ-ეტიენს ესტუმრა და მარტივად 6-1 დაამარცხა. მასპინძელთა გოლი ზურიკო დავითაშვილის პასით გავიდა. პარიზელთა მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ლივერპულში ჩასულ გიორგი მამარდაშვილს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი კონკურენტი დახვდება. ფუტბოლ ინსაიდერის ცნობით 26 წლის ირლანდიელი მეკარის კელეჰერის გადაბირებით ბორნმუთი ინტერესდება და მზად არის მისი ტრანსფერისთვის ბრძოლაში გრანდებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ალუბლებისთვის აქამდე პრიორიტეტული ჩელსიდან კეპა არიზბელაგას საბოლოო გამოსყიდვა და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება იყო. მაგრამ როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ყურადღება კელეჰერისკენ გადაიტანეს. მერსისაიდელები კელეჰერის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ, რის გადახდის საშუალებაც ბორნმუთს ამ ეტაპზე არ აქვს. თუმცა ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ გუნდი რომელიმე ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს, რაც მათ დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს და ტრანსფერების განხორციელების საშუალებას მისცემს. არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ირლანდიელის დამატება არადამატება იქნება დამოკიდებული. კელეჰერის შეძენის მთავარი ინიციატორი ანდონია, რომელსაც ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ანგე პოსტელუცას შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ და თუ ბასკის სპეციალისტი წავა, მაშინ შესაძლოა ლივერპულის კიპერს ჯამხელა თანხის გადახდა აღარავინ მოისურვოს. ნებისმიერ შემთხვევაში კელეჰერის ლივერპულში დარჩენა გამორიცხულია. თუ ბორნმუთის ვარიანტი ჩაიშლება, მაშინ მას ჩელსი მიმართავს წინადადებით, რომლის მთავარი მწვრთნელი ენსოა. რობერტ სანჩესის არადამაჯერებელი ასპარეზობით უკმაყოფილებას იგი ვერ მალავს და ახალი მეკარის დამატებას კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიქნევს. მთლიანად გუნდის უმაღლესი დონის თამაშის გარდა საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის ერთ-ერთი პოზიტივი საბა გოგლიჩიზე გახდა. ერევანში გამართულ თამაშში დისკვალიფიკაცირებული გურამ კაშიას არყოფნაში სასტარტო თამაში სწორედ ემპოლის 20 წლის მცველმა დაიწყო და გაცემული ამასები იმდენად გაამართლა, რომ ვილისანიელმა მას ნდობა საპასუხო შეხვედრაშიც გამოუცხადა და დაბრუნებულ კაშიას სწორედ საბა შეუწყვილა. გოგლიჩის ასპარეზობით კრისტალსპორტთან საუბარში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი შაშიაშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალა. ჯერ კიდევ საქართველოში ქუთაისის ტორპედოში როდესაც თამაშობდა, მაშინ ვთანხმებოდით ყველა, რომ საბას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. თუმცა უნდა ვაღიარო, ნაკრებში მისმა დებიუტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისრაფი აზროვნებითაა და ბურთის ართმევის საოცარი უნარით გამოირჩევა. გარდა ამისა, ნერვიულობა ოდნავადაც არ ეტყობა. არ დამავიწყდება მეორე ტაიმში ერთი ეპიზოდი, როდესაც ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს ბურთი თავზე გამოსილი მცველივით გადაუგდო. დარწმუნებული ვარ, მას ემპოლში დიდხანს არავინ დატოვებს და სულ მალე კარიერას გრანდში განაგრძობს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, სიტყვები არ მყოფნის, იმდენად კმაყოფილი ვარ. ეს არის ვილისანიოლისა და ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის შედეგი. არ არის სიოლის სომხეთისნაირ პრინციპულ მეტოქესთან მოედანზე გახვიდე და ასე იოლად გაიმარჯო. 2001-დან 2010 წლებში გიორგი შაშიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 32 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ ფეხბურთის თითოეულ ქართულ გულშემატკივრას დაამახსოვრდა. 2006 წლის 11 ოქტომბერს ამპოლით მარჯვენა მცველმა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.